მოგესალმებით, როგორ ხართ? მოგიკითხავთ თითოეულ თქვენთაგანს და მოდით ვნახოთ. გითვალთვალებთ თუ არა ჩაფიქრებული ადამიანის სოციალურ ქსელებში? შეგიძლიათ ჩაიფიქროთ ის ადამიანი, ვინც ახლა ყველაზე მეტად გაინტერესებთ, რამდენად უზის თქვენ სოციალურ ქსელებს, რამდენად აკვირდება თქვენს ცხოვრებას. ერთი შეხედვით თითქოს არ აინტერესებს, მაგრამ ამ დროს დიდი მონდომებით და დიდი მოლოდინით აკვირდება თითოეულ თქვენს ახალ პოსტს, ახალ სურათს, ახალ სტატუსს და ასე შემდეგ. ან შესაძლებელია ეს უბრალოდ ერთგვარი ფიქრებია თქვენი და ეს არის ერთგვარი წარმოდგენები, რომ ადამიანი შესაძლებელია უყურებდეს და უთვალთვალებდეს. მოდით შევამოწმოთ, ნამდვილად ასეა ეს, თუ ეს არის უბრალოდ თქვენი ფიქრები. მას შესაბამისად, უთვალთვალებს თუ არა სოციალურ ქსელებში თქვენს მიერ ჩაფიქრებული ადამიანი თქვენს აქტივობებს. მას შესაბამისად, ვარიანტი პირველი, ვარიანტი მეორე და ვარიანტი მესამე. ესეთი სამი ვარიანტია თქვენს წინაშე და მოდით ახლა გამოვიყენოთ ქვები, ხო, როგორც ყოველთვის. პირველი, ეს იქნება მთის ბროლი. მეორე, ეს იქნება ამეთვისტო. და მესამე ეს იქნება ქარვა იყოს, მოდით. ქარვა. ახლა კარგად დააკვირდით სამივე ვარიანტს. კარგად შეიგრძენით სამივე ვარიანტი და ჯერ პირველ რიგში სანამ შეიგრძნობთ ვარიანტებს, ჯერ დაინახეთ ის ადამიანი, ვისაც გსურთ რომ ინფორმაცია გაიგოთ, დახუჭეთ თვალები. და დაინახეთ ეს ადამიანი, წარმოიდგინეთ ეს ადამიანი, მაქსიმალურად ცხადად გააკეთეთ ეს ყველაფერი და როდესაც ბოლომდე დაინახავთ ამ ადამიანს, მე რო უკვე შეეკითხეთ ტაროს არკანებს, რამდენად დაინტერესებული ხარ ჩემი სოციალური ქსელებით, ჩემი აქტივობებით და ჩემი ცხოვრებით, უთვალთვალებ თუ არა მას. და როდესაც თვალებს გახელთ, თქვენი ვარიანტი აუცილებლად მიგიზიდავთ. მე კი ვიწყებ ვარიანტი პირველით. პირველი ვარიანტი. უთვალთვალებს თუ არა თქვენ სოციალურ ქსელებსა და აქტივობებს თქვენს მიერ ჩაფიქრებული ადამიანი. იცით რა არის ეს ადამიანი? უთვალთვალებს და გეტყვით რატომ. პირველ რიგში ეს ადამიანი არავითარ შემთხვევაში არ გამოტყდება ამაში, რომ ის არის დაინტერესებული, ვთქვათ, თქვენი ცხოვრებით, თქვენი აქტივობებით, თქვენი ყოველდღიურობით. ამაში არავითარ შემთხვევაში არ გამოტყდება ეს ადამიანი. მაგრამ ნახეთ რაში არის საქმე. ამ ადამიანისთვის ხართ გარკვეული ესეთი განსაკუთრებული ინტერესი აქვს თქვენს მიმართ, მე ასე ვიტყოდი. განსაკუთრებული მიზიდულობა აქვს თქვენს მიმართ, არ აქვს მნიშვნელობა ვინ ჩაიფიქრეთ. თქვენ ეს ადამიანი, უბრალოდ თქვენ ამ ადამიანს იზიდავთ. ხო, ალბათ გქონიათ ესეთი შემთხვევა, როდესაც არც კი შეიძლება იცნობდეთ ადამიანს, ხო, უბრალოდ ეძებდეთ მას სოციალურ ქსელებში, აკვირდებოდეთ მის აქტივობებს, იმიტომ რომ ეს ადამიანი გიზიდავთ, არის მასში რაღაცა საინტერესო, არის მასში რაღაცა ესეთი ინტრიგნული, შეიძლება ასე ითქვას, მიმზიდველი, მისტიური, ამოუცნობი, მაგრამ ეს ის მომენტია, რომ თითქოს ეს რომ თქვენ შეიძლება კონკრეტულ ესეთ რაღაცა ფორუმს, ბლოგს, კონკრეტული ადამიანისას აქტივობებს აკვირდებოდეთ, უბრალოდ არავის არ უთხრათ. ნახეთ, ეს გააკეთოთ უბრალოდ თქვენთვის ჩუმად და მოკლედ
ხო, ნახეთ, შეიძლება იქ მეგობარს უთხრეთ, იცი რა, კი, დავშორდი რაღაცა ყოფილს, შეყვარებას მეგობარს ხანდახან ნახულობ მის სოციალურ ქსელს, მაგრამ ამას თქვენ არ ამბობთ, იმიტომ რომ უბრალოდ ვალავთ, უბრალოდ რაღაცა ეს თქვენი განმარტოვების დროს რაღაცა თქვენს თვალს რაღაცა თქვენთვის საინტერესოს და მიმზიდველს ანახებთ, ხვდებით ხო? და განმარტოვებაში შეიძლება საერთოდ ისეთი ადამიანი იყოს, ისეთი აქტივობით, ისეთი ცხოვრების სტილით, რომ უბრალოდ წარმოუდგენელი იყოს, იგივე ვთქვათ, თქვენი მეგობრებისთვის, ახლობელი ადამიანებისთვის, რომ თქვენ ასეთი ტიპის ადამიანით საერთოდ ინტერესდებით. ამიტომ შეიძლება არც კი უთხრათ, რომ იცი რა, მე აი ვინმე ადამიანის ბლოგს ან ვთქვათ რაიმე აქტივობას აგვირდებით. ხო, ნახეთ, ამის თქმა მინდა. არის თქვენში რაღაც საინტერესო მისთვის, ვინც ეს ადამიანი ჩაიფიქრეთ, რომ უყუროს. ანუ ნახეთ, ვერ ანებებს თავს ეს ადამიანი თქვენ სოციალური ქსელების თვალიერებას, იმიტომ რომ არის მიზიდულობა. საინტერესოა მისთვის. რაღაც შეიძლება გარკვეულ დასკვნებს აკეთებდეს, გარკვეულ შეფასებებს აკეთებდეს, გარკვეულ ანალიზს ახდენდეს, ხო? მისთვის ისეთ ანალიზს და ისეთ ანამნეზებს დებდეს, ხო, საკუთარ თავთან, ხო? რომელიც შეიძლება თქვენ საერთოდ არც ფიქრობდეთ ამაზე, ხო? აი, მაგალითად ფიქრობთ, რომ ადამიანს მხოლოდ სექსუალურად აინტერესებთ და ის აკვირდება თქვენს ფოტოებს, იმიტომ რომ მოსწონს თქვენი მოხდენილი ფეხები, ან მკერდი, ან რომელიმე სხვა სხეულის ნაწილი, მაგრამ ამ დროს შესაძლებელი ადამიანი საერთოდ არ ინტერესდებოდეს თქვენი სექსუალურობით და მას უბრალოდ აინტერესებდეს თქვენი ის მხარე და ის ნაწილი, რომელიც ამ დროს შეიძლება ყველაზე ნაკლებად გეფიქრებოდეთ, რომ ამ ადამიანისთვის ეს არის საინტერესო. ხვდებით ხო? ამიტომ მისი თვალთვალი თუ ერთგვარი თვალიერება და ყურადღების მიქცევა თქვენ სოციალური ქსელებისთვის არის ის მომენტი, რომ იმაში ის უпростоრეთ თქვენში ხედავს რაღაცა ძალიან მიმზიდველს და აი თითქოს აი რაღაცა ვერ აძრო საკუთარი მზერა აი ამ თქვენს რაღაცა გარკვეულ საინტერესო სამყაროს, მოქმედებას, მიმდინარეობა გაქვთ შეიძლება საინტერესო. კარგით, მოდით ნახოთ რა არის ის, რაშიც ეს ადამიანი, რასაც ეს ადამიანი ყველაზე აქტიურად აკვირდება თქვენ სოციალურ ქსელებში, რა არის, რა იზიდავს მას. ნახეთ, სამიანების პენტაკლები. საინტერესოა, იმიტომ რომ ეს ადამიანი უყურებს თქვენს გარკვეულ შემოქმედებას, შესაძლებელია, უყურებს როგორ იზრდებით, უყურებს როგორ ვითარდებით, უყურებს როგორ შეიძლება ეხმარებით სხვებს, უყურებს როგორ პოზიციებს გამოხატავთ, ხო? გარკვეულ, ნახეთ, პენტაკლები მაინც საბოლოო ჯამში მატერიას, მატერიალურ სამყაროს, სოციუმს და სოციალურ, თქვათ, ენერგიებს უფრო მეტად მაჩვენებს ახლა ამ მომენტში, ანუ სოციალურ ენერგიას გულისხმობ, აი სოციუმი, ადამიანები, აქტივობები, როგორ ურთიერთობთ ადამიანებთან, მისთვის ეს ძალიან საინტერესოა, ხო? როგორია თქვენი კომუნიკაცია, როგორია თქვენი მოქმედება, რას ანვითარებთ საკუთარ თავში, რამდენად გაიზარდეთ, ხო? არ გამოურიცხავ, რომ ხაი შეიძლება კოლეგაც იყოს, ხო? სიტყვაზე, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ადამიანს იზიდავს აი ეს თქვენი რაღაცა მზარდი მდგომარეობა, ხო? რაღაცა პროგრესი და თქვენში აი საინტერესოა თუ როგორ შეგიძლიათ რაღაცისგან რაღაცა შექმნათ და ეს ყველაფერი გადმოსცეთ საინტერესოდ, ხო? კიდე რა მოსწონს ამ ადამიანს თქვენში, ერთ არკანშიც ვიკითხავ. ორიანების ხმლები. ანუ ნახეთ, ხართ ძალიან ამოუცნობი ადამიანი მისი გადმოსახედიდან. ხართ ძალიან ამოუცნობი ადამიანი და ხართ ისეთი ადამიანი, რომელიც ფიქრობს, რომ სხვანაირი ხართ სოციუმში, სხვანაირი ხართ ოჯახში, სხვანაირი ხართ
მეგობრებში სხვანაირი ხართ, საწოლში საყვარელ ადამიანთან ხო სიტყვაზე. ანუ თქვენ ხართ ის ადამიანი, რომელიც თითქოს იცვლის, ხო? აი როგორც ეს ნიღბები, იცვლება თითქოს თქვენი პოზიციები, იცვლება თქვენი სტილ შეიძლება იცვლიდეთ ძალიან საინტერესოდ აკეთებდეთ და ქმნიდეთ ისეთ რაღაცას ხელებით, არის შეიძლება ნებისმიერ რამ იყოს, ხო? მაკიაჟი, სტილი, დიზაინი, შემოქმედება, ხო სიტყვაზე, ნებისმიერი რამ, რაც რაღაცა ეს ყველას არ ეხება ეს ინფორმაცია, ხო, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ადამიანს იზიდავს ეს თქვენი მრავალფეროვნება და მრავალმხრივი თქვათ სამყარო, რომელსაც ისევ და ისევ ამ სიტყვას გამოვიყენებ მიზიდულობის კანონით ეძახის ამ ადამიანს თქვენი სოციალური ქსელები და ეს ადამიანიც ამ ყველაფერს დიდი ინტერესით აკვირდება, ხო? აი ესეთი ამბებია ჩემოწირფასებოდ, აგემშვიდობებით პირველი ვარიანტი, სხვათა შორის შეიძლება იყოს ადამიანი, რომელსაც რაიმე ესეთი ვლოგები მიყავს, არის აქტიური, არის ბევრი მაყურებელი ყავს, შეიძლება და ანუ თქვენ შეიძლება იყოთ ის ადამიანი, რომელიც ყველას არ ეხება ეს ინფორმაცია, რა თქმა უნდა, მაგრამ საინტერესო იყო ზოგადად საჯარო ასე ვთქვათ, მასშტაბებით ადამიანების ეკრანებში. მას შესაძლოა მეორე ვარიანტი. მოდით თქვენთან ვნახოთ. გაკვირდებათ თუ არა ჩაფიქრებული ადამიანის სოციალურ ქსელებში ვარიანტი 2. ვარიანტი 2 ეს ადამიანი თქვენ სოციალურ ქსელებში რა საინტერესოა ეს ადამიანი რაღაცა ხარ მესიამოვნა ესეთი ინფორმაცია წამოვიდა, ხო? თითქოს ადამიანი უყურებს მეორე ადამიანს, როგორც არაჯანსაღი არის ეს ადამიანი, ვინც შესაძლებელია უყურებდეს თქვენ სოციალურ ქსელებს. არაჯანსაღი, ფსიქიკაა მისი არაჯანსაღი. მისი ფანტაზიები თქვენდამი არის არაჯანსაღი სხვათა შორის. შეიძლება ასეც გაცრავად, შეიძლება ასეც ითქვას, ხო? ფანტაზიები. რას უყურებ ახლა მე? რა ფანტაზიებს უყურებ, რა ფიქრებს უყურებ? აი ორიანების ხმლები ამოდის. თასების აჟი და სამიანების ხმლები. მეგობრებო ეს ადამიანი მივხვდი რაშიც არის საქმე. ეს მაქსიმალურად შორს დაიჭირეთ ამ ადამიანისგან თავი. მაქსიმალურად ეცადეთ რომ მინიმუმამდე დაიყვანოთ ყველანაირი კომუნიკაცია ამ საერთოდ თუ საკუთარ თავში იტყვით იმას რომ ეს ადამიანი უბრალოდ აღარ არსებობს, იქნება ძალიან კარგი თქვენთვის. იმიტომ რომ ადამიანი პირველ რიგში არ არის ჯანსაღი ფსიქიკის, მასში არ არის, აი რატომაც მინდა ვთქვა, კარგი და ესეთი ადეკვატური ყველას აქვს ფანტაზია, ხო? ავადმყოფური ფანტაზიები შეიძლება გქონდეს ადამიანს თავში. არა მხოლოდ თქვენს მიმართ, ზოგადად ადამიანში იყოს რაღაცა ბევრი აგრესია, მანკიერი რაღაცა აგრესიული, ცოტა სადისტური, თქვათ, რაღაცა ძალიან ბევრი მინიმუმ
პასიური აგრესია აქვს ადამიანს და მაქსიმუმ არ გამოურიცხავრო ესე პირდაპირ ამჟღავნებდეს ამ ყველაფერს, ხო? ადამიანი, რომელიც უყურებს და ვინ ჩაიფრეთ თქვენ სოციალურ ქსელებს, ძალიან უნდა რომ არამც თუ შური იძიოს პირდაპირ თვითონ თქვენზე, თუმცა ამაზე უარს არ იტყოდა, არამედ ნახოს ერთ მშვენიერ დღეს, თუ როგორ გეტკინათ, როგორ ხართ ცუდად, როგორ რაღაცა დაგემართათ, ან რაღაცა წარუმატებლობა, ან დაშორდით ვინმეს, ან აღარ ხართ კარგად, აღარ ხართ ბედნიერი და აი ამით უკვე ადამიანი მიიღებს ერთგვარ ფიზიკური, მორალური, სულიერი სიამოვნების ზენიტს. გამიგეთ, ამიტომ თითქოს ადამიანი აკვირდება ამ ყველაფერს და თითქოს ცუდი სურვილები მოდის, ხო? მით უმეტეს თუ ქალი ჩაიფიქრეთ, აქ არის შური გამოხატული, ბოღმა, ცუდი სურვილები და არაადეკვატური თავი იკითხება აქ. რატომ გიყურებთ ეს ადამიანი სოციალურ ქსელებში? მიზანი რა არის? ნუ აი რატო გიყურებ? ხვდებით, ხმლების მეფე. ანუ ძირთ შემთხვევებში აქ მამაკაცია ჩაფიქრებული და გიყურებთ, იმიტომ რომ ეს არის არსებობს ესეთი სიტყვა მოძალადე სხვათა შორის. ნახეთ, მოძალადე არ არის აუცილებლად ფიზიკურ დონეზე, როდესაც ერთი ადამიანი მეორეზე ძალადობს. ეს არის ადამიანი, რომელსაც შეუძლია ანუ ფსიქოემოციონალურად იძალადოს, ხო, თქვენს ენერგეტიკულადაც შეუძლია რომ იძალადოს, ხო, ივამპიროს, გამოჩნდეს, გააქრეს, რაღაცა ინტრიგა ჩააგდოს, რაღაცა არაჯანსაღი შემოიტანოს თქვენს ცხოვრებაში, ან უბრალოდ გამოჩნდეს და უკვე აგაფორი აქოთ, ხო, იმიტომ რომ რაღაცა უსიამოვნო შეგრძნებები და უსიამოვნო ენერგიები მოაქვს ამ ადამიანს, როგორც კი უბრალოდ არამს თუ გამოგელაპარაკებათ, არამედ უბრალოდ როცა კი მის ფოტოს დაინახავთ, ხო, რაღაცა შიგნით მე ვერ დავიჯერებ, რომ შეიძლება აქ თქვენ რაღაცა სასიამოვნო რაღაც იმას გქონდეთ. თითქოს რაღაცა დრო უკან ბრუნდება და რაღაცა კადრები მოდის, სადაც ადამიანი ცუდად მოგექცათ. ცუდად იმოქმედა თქვენზე და ეს ძალიან ცუდად გახსენდებათ თქვენს. არ არის ეს ის თქვა სასიამოვნო მოგონებები და არაფერი სასიამოვნო აქ არ არის. ამიტომ თუ არ ყავთ ეს ადამიანი დაბლოკილი, ან რაღაც მომენტში მაინც რაღაცები გაინტერესებთ მისი ცხოვრების, იცოდეთ რომ შეიძლება ერთმანეთს არ ესაუბრებოდით, მაგრამ არაცნობიერ დონეზე, რამდენჯერაც მის Facebook თუ Instagram არ აქვს მნიშვნელობა, რომელ სოციალურ ქსელში შეხვალთ და მას ათვალიერებთ, ინტერესდებით, იმდენჯერ თითქოს რაღაცა ჭუჭყიანს ეხებით. ჭუჭხში ყოფთ ხელებს. სუფთა შედიხართ და ჭუჭყიანი დასურელი გამოდიხართ იქიდან. ენერგეტიკულ დონეზე ისვრებით. მძიმდებით, აბა დააკვირდით, რამდენჯერაც ვთქვათ, ინტერესდებით ამ ადამიანის ცხოვრებით, აქტივობით და ასე შემდეგ, იმდენჯერ ისვრებით. და იმდენჯერ მძიმდებით. გამიგეთ? ამიტომ კი გიყურებთ სოციალური ქსელებიდან, მაგრამ არ მოდის ჯანსაღი ენერგიები და სხვათა შორის ყველას არ ეხება ეს ინფორმაცია, თუ კი კოლეგები მიყურებთ და გაინტერესებთ თქვენი ვინმე მაგიურ ომში ხართ, მონაწილეობთ და
გარკვეული მაგიური ორთაბრძოლები და ასე ვთქვათ, სკილების დატოლებები და მაგიური ძალების შეჯახებები ხდება, იცოდეთ, რომ ადამიანი აქ ახდენს ერთგვარ მაგიურ მანიპულაციას და თან აკვირდება, როგორ მოქმედებს ეს ყველაფერი თქვენსა. ხო, კი, არის აქ ესეთი რაღაც. არის აქ ესეთი რაღაც. თუ ეს მაგიურ ნაწილში განვიხილავთ, არის. დიდი ალბათობით არის და თუ ეს არ არის მაგია, ყოველ შემთხვევაში განმარტება ადამიანი თავისი ენერგიით, თავის ფოტოდანაც კი ახერხებს, რომ თქვენს ფსიქოსომატიკაზეც, თქვენს ენერგეტიკაზე, თქვენს მენტალზე ცუდად მიმოქმედოს, მოკლედ. სხეულებრივ დონეზეც კი შეუძლია, რომ შეგეხოთ თავისი ენერგიებით. ამიტომ შეგეხოთ რატომ? იმიტომ რომ არა იმიტომ რომ რაღაცნაირად ესე იგი რაღაც აუცილებლად რაღაც არა, გეხებათ იმიტომ რომ თქვენთვის არასასიამოვნო ამ ადამიანის რაღაცა ქმედება, მტკინვეულია ძალიან. ხო, არ არის აუცილებელი რომ ადამიანები ერთმანეთს სიტყვიერად ან ვთქვათ ფიზიკურად ვაღიზიანებდეთ, ხო? ენერგეტიკულადაც ჩვენი ენერგიები ღიზიანდებიან იმ ადამიანების გვერდით, ვინც არ გვსიამოვნებს, ხო? ლოგიკურია. ამიტომ თითქოს რაღაცა ცუდ მეხსიერებაზე მოგონებას ეხებით და აღვიძებთ, რაღაცა ტკივილს აღვიძებთ ყოველჯერს და გამოდიხართ ჭუჭყიანი იმდენჯერ, რამდენჯერაც მას ვთქვათ ათვალიერებთ, თუ კი ათვალიერებთ. გამიგეთ მეორე ვარიანტი დაგემშვიდობებით. დიდი სიყვარულით ველოდებით თქვენს კომენტარებს და მესამე ვარიანტი. ვინც აირჩია მესამე ვარიანტი, მოდით გადავდებ ამ ორ ვარიანტს, გითვალთვალებთ თუ არა ადამიანის სოციალურ ქსელებში. სამიანების ხმლები. იცით რა არის მეგობრებო, სამიანების ხმლები არის იცით როგორი არკანი, რომ ეს ადამიანი ცდილობს არ გითვალთვალოთ სოციალურ ქსელში, იმიტომ რომ თქვა თუ კი შემთხვევით სადმე აწყდება თქვენს სურათს, თქვენს ნებისმიერ აქტივობას, თითქოს ადამიანში ერთიანად იშლება ყველანაირი არასასიამოვნო, ტკივილი, ცრემლი, გულის წყვეტა, იმედგაცრუება და ყველაფერი ის, რაც მისთვის ნამდვილად ძალიან მტკინველი, ამიტომ მე ასე ვიტყოდი, ადამიანი ცდილობს, რომ თქვენ სოციალურ ქსელებს არ დააკვირდეს. კარგით, მაინც შევეკითხები, ხო? აკვირდება თუ არა თქვენ სოციალურ ქსელებს? ჩაფიქრებული ადამიანი, თუმცა მე ვერ ვიტყვი, რომ ეს არის მოშუშებული ტკივილი, იმიტომ რომ ეს ადამიანი მაინც არის თქვენთან დაკავშირებული, გულისხმობ მისი შეგრძნებები, ემოციები, მოკლედ ეს არ არის გავლილი, არ წასულა არსად. ხვდებით ხო, ამიტომ რომ არსად არ წასულა და უნდა რომ დააჯეროს საკუთარ თავს, უკვე წავიდა და აღარ არის და დამთავრდა, ხო? ამიტომ ხო, დამერწმუნები თუ რაღაცა მიდის, შედიხართ, თქვა სოციალურ ქსელში ათვალიერებ და რაღაც პირჩელება გაგეცინათ, რომ აი ამას როგორ ვაქცევდი ყურადღებას, ან აი ეს რატომ მიყვარდა, ხო? მაგრამ როცა არ გინდა წააწყდე და ნახო და თან გაინტერესებს, თან არ გინდა ნახო, ესე იგი არაფერიც არსად არ გავლილა. ესე იგი ადამიანი მაინც აქტიურად მტკინვეულია თქვენთვის. გაკვირდებათ თუ არა? ოთხიანობის კვერთხები. თასების ტუზი. ადამიანი ცდილობს ყურადღება გადაიტანოს მაქსიმალურად, გადაიტანოს თავის საქმიანობაში, თავის შემოქმედებაში, ცდილობს გადაიტანოს ყურადღება. ქურუმი ქალი, ადამიანზე. და არკანის სულელი, არკან სულელს შეუყვარდა ქურუმი ქალი, ხო, თუ როგორც არის თუ პირიქით. და თქვენ შორის არის მზე. ხო, ნახეთ, ორი აბსოლუტურად სხვადასხვა ადამიანი ხართ ამ დროს.
და თქვენი შეხვედრა ზოგადად იყო ძალიან კარმული, იყო ძალიან გაკვეთილი, რა არის ხო კარმა? ეს არის გაკვეთილი. ისწავლეთ ეს გაკვეთილი, გაიარეთ სავარაუდოდ ეს გაკვეთილები ერთმანეთთან ალბათ და ხო, ეს ადამიანი თავისი როლით, როგორც თქვენ ამ ადამიანის ცხოვრებაში, თქვენი როლით დაფიქსირდით ამ სამყაროში თუ ვინ რა პოზიციაზეა და ვინ არის, მიხვდით, ხო? ანუ თითქოს ეს ადამიანი დაგეხმარათ, რომ თქვენ გაგიგოთ თუ ვინ ხართ რეალობაში და პირიქით და ეს ადამიანი თქვენ დაგეხმარათ, რომ თქვენ გაგიგოთ თუ ვინ ხართ, თქვენ მას დაეხმარეთ, ის თქვენ. აი რაღაცა ესეთი მოხდა აქ. თუმცა თქვენი გზები ისედაც რაღაცნაირად გაყოფილი იყო თითქოს თავიდანვე და რამდენჯერ ვთქვათ არ უნდა გადაიკვეთოთ, იმდენჯერ ეს გზები გაიყოფა, იმიტომ რომ არ ხართ ერთმანეთისთვის სულელი და ქორომი ქალი. ეს ორი აბსოლუტურად სხვადასხვა ენერგიაა. მოდი ესეთ კითხვას დავსვავ და რომ განახლდეს ურთიერთობები, რას მოგიტანთ ეს ყველაფერი? არკანი ძალა, აქ ძალიან უნდა რომ ერთი ადამიანი იყოს მეორეზე დომინანტი, ანუ ფლობდეს რაღაცნაირად მეორე ადამიანს, ათიანების პენტაკლები, პენტაკლების პაში, რა გელოდებათ ურთიერთობებში თუ გაანახლებთ ამ ურთიერთობას და ჩამოკიდებული კაცი. ხო, არ არის, ნახეთ, ქურუმი ქალი თუ ეს არის ქალი, ენერგია, მოდი ასე ვთქვათ, რომელიც აბსოლუტურად თავისუფალ, გახსნილ და ესეთ კოსმიურ და ესეთ ენერგიებს ცოდნას ატარებს და ესეთი თავისუფალია შიგნიდან, მეორე ადამიანი არ არის თავისუფალი შიგნიდან, აქვს ბევრი კომპლექსი, აქვს ბევრი დაუმუშავებელი, ვთქვათ, შინაგანი პროტესტები, სიბრაზეები, აქვს ბევრი დაუმუშავებელი მომენტები, რაც მასაც ძალიან დიდ დისკომფორტს უქმნის და შესაბამისად ყველას, ვინც მის გვერდით არის და თავისთავად, რა თქმა უნდა, ასეთ ადამიანს აქვს მუდმივი კონტროლის სურვილი მეორე ადამიანზე, იმიტომ რომ დაკომპლექსებულია. ანუ არ შეუძლია კონტროლის გარეშე ურთიერთობა, ხო? ვთქვათ, ზეწოლის გარეშე, ზეწოლა, ხო, როდესაც თითქოს ჟანგბადი არ ყოფნით, როდესაც ამ ადამიანის გვერდით ხართ, ცდილობს რომ დაგთრგუნოთ, დაგჩრდილოთ, ხო? მოგგუდოთ, აი არა მოგასუნთქოთ, ხო? იმიტომ რომ მისი კომპლექსები საბოლოო ჯამში გადმოდის თქვენზე და ზუსტადაც რომ ორი სხვადასხვა ნატურა, იმიტომ რომ თქვენ ვერასოდეს ვერ დაემორჩილებით რაღაცა წესებს, ვერ დაემორჩილებით და თუ ემორჩილებოდით რაღაცა პერიოდი და ფიქრობდით რომ რაღაცა სიყვარულის სახელით თუ მეგობრობის სახელით ააკეთებდით ამას, ალბათ მიხვდით რომ ეს არ უნდა გაგეკეთებინეთ, იმიტომ რომ წახვედით საკუთარი ბუნების წინააღმდეგ და საბოლოო ჯამში ადამიანი უფრო და უფრო მეტად გათავხედდა და უფრო მეტად ეგონა რომ იყო სწორი და მართალი თქვენ შემთხვევაში. ასე რომ სანამ ეს ადამიანი, ვთქვათ, რაღაცა თავის კომპლექსებს, თავის სიბრაზებს არ დაამუშავებს, თქვენ ერთმანეთთან არაფერი არ გესაქმება და უფრო მეტსაც ვიტყვი. თქვენი გზები უკვე ისედაც აღარ იკვეთება ერთმანეთთან უნდა გესწავლათ, თქვენც ალბათ საკუთარი თავის ფასი და ამ ადამიანსაც რაღაცა თავისი სიბრაზეების და თავისი პროტესტების და რაღაცების გაშვება, რაც ასე შიგნიდან აწუხებს, მაგრამ სამყარო გეუბნებათ, რომ ეს არ იქნება განვითარებადი ურთიერთობა. ეს იქნება ურთიერთობა, რომელიც ყოველთვის რამდენიც არ უნდა ეცადოს, ერთი მხარე მეორე ყოველთვის გააჭედავს, რაღაცას გააფუჭებს, ისევ თითქოს ბრუნდება ყველაფერი ისევ ათვლის წერტილში. მოკლედ, სხვადასხვები ხართ, სხვადასხვა პოლუსზე ხართ, სხვადასხვა ენერგიებში ხართ და ზუსტად ამიტომ თქვენი გზები გაიყო. აი ეს არის შემოძვირფასებო დღევანდელი საჯარო გაშლის პასუხები. მე ველოდები თქვენს კომენტარებს, ჩვენ სულ მალე შევხვდებით ერთმანეთს. დიდი სიყვარულით.